დავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში რაც იყო აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სწორი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ თუ კი არ გაძლიერდა სოფელი, თუ კი არ ექნა გლეხს, ფერმერს ხელისუფლებისგან ხელშეწყობა, რომ დაამუშავოს საკუთარი მიწა, აწარმოოს პროდუქცია, რითიც სახელგანთქმული იყო საქართველო. მანამდე ვიდრე ნაციონალების ხელისუფლება მოვიდოდა ხელისუფლებაში. ამის გარეშე ჩვენ ვერც სიღარიბეს დავძლევთ და ვერც უმუშევრობას მოულით. 55% ჩვენი მოსახლეობის საქართველოში სწორედ დასაქმებული იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროში. თუ კი გადავავლებთ თვალს ბოლო 7 წლის განმავლობაში 800 ხარჯავდა სახელმწიფო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, უკვე მივხვდებით თუ რატოა ჩვენი მდგომარეობა ესეთი რთული. 2003 წლისგან 1%-ზე მეტი ჩვენი ბიუჯეტის არც ერთ წელს არ იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის. მაშინ როდესაც 55% მოსახლეობის სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ყოველ წელს ეს თანხა სულ მცირდებოდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად არ აქვს. უხარისხო პროდუქცია შემოდის საზღვარგარეთიდან, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციაშიც, არავინ არ აკონტროლებს რას ვჭამთ, როგორ პროდუქციას ვაძლევთ ჩვენს მოსახლეობას და შედეგად მოხდა ის, რომ განახევრდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება საქართველოში. 50% მიწების არის დაუმუშავებელი. ამისთვის არის აუცილებელი სწორედ სწორი ხედვა შევიმუშაოთ, თუ რა უნდა აკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ დაეხმაროს გლეხს გაძლიერდეს. ჩვენ ძალიან მრავალ სპეციალისტთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის უცხოელ სპეციალისტებთანაც, ისეთი ქვეყნებიდან, სადაც სოფლის მეურნეობა ფეხზე დგას. სახელმწიფოს პოლიტიკა, ნაციონალური პარტიის პოლიტიკა იყო ისეთი, რომ რატო უნდა დავეხმაროთ გლეხს, რასაც თვითონ გააკეთებს, თუ არა და იმ პროდუქციას, რაც არ გვექნება, შემოვიტანთ ქვეყნის გარედან. ეს იყო დამღუპველი პოლიტიკა, რომლითაც დაიწყო ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის და სოფლის მეურნეობის მართვა. შედეგად მივიღეთ ის, რომ კიდევ ერთხელ 1%-ზე მეტი არ იყო დაფინანსება ჩვენი ბიუჯეტიდან და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არანაირი ხელშეწყობა არ ქონდა გლეხს, არც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. და გვახსოვს, არჩევნების წინ ჩამოატარებდნენ ამ ტექნიკას, შემდეგ არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, იმის გამოყენება, ხელმისაწვდომობა იმ ტექნიკასთან პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ისეთი ფასი ღირდა. არც შხამკიმიკატებით, არც სხვა რამით არ ეხმარებოდნენ გლეხებს. შედეგად მივიგეთ ის, რომ 80% მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოდის საზღვარგარეთიდან. ვაშლი გახდება შიდა ქართლში დეფიციტი, ეს თავისთავად უკვე მეტყველებს თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. უხვადარი სამაგიეროდ თურქული, სომხური, ჩინური პროდუქცია, რომელიც რა თქმა უნდა ხარისხით ჩვენზე უკეთესი არ არის, მაგრამ ჩვენი ბაზარი გავაღეთ საკუთარი პროდუქციის პრაქტიკულად განახევრების ხარჯზე. რა უნდა გაკეთდეს? ჩვენ თავისუფალი დემოკრატები იმით გამოვირჩევით, რომ უსმენთ ხალხს, უსმენთ საზოგადოებას და შემდეგ უკვე ალტერნატივას ვთავაზობთ. ჩვენ დღეს თქვენთან ვიწყებთ პირველად ჩვენი სოფლის მეურნეობის ხედვის წარდგენას. შემდეგ ამას გავაგრძელებთ სხვადასხვა რაიონებში. კიდევ ერთხელ მოვისმენთ თუ რა იქნება შემდეგ შესასწორებელი ამ ჩვენ სტრატეგიაში. ანუ გავიგებთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. და ამის შემდეგ ერთი თვის თავზე ჩვენ უკვე წარვადგენთ თელ საქართველოს წარვადგენთ იმ გზას, რა გზითაც უნდა აღორძინდეს ჩვენი სოფელი, გაძლიერდეს, გლეხი წელში გაიმართოს და რა თქმა უნდა უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემების გადაწყვეტის გზაზე დავდგებით. პირველ რიგში, რაც აუცილებელია გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ წავახალისოთ ჩვენი გლეხები და ფერმერების შექმნა საერთობლივი მეურნეობები. ჩვენ ვთვლით, რომ ის გამოცდილება, რომელიც ძველათაც იყო და ევროპის თითქმის მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს, რომ ფერმერული მეურნეობები შეიქმნას, გლეხებმა გააერთიანოს საკუთარი ძალისხმევა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ამის ახალისება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ. დღეს ის მიწები, რომელიც დარიგებულია გლეხებისთვის, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოთ, რომ მორწმის სარიგაციო საშუალებები გააჩნდეს. სახელმწიფომ მე გვპირდებით, თავის თავზე უნდა აიღოს პირველ წლებში მაინც, 3-5 წლის განმავლობაში, რომ
საირიგაციო, ასე ვთქვათ, და სარწყავის შესაძლებლობები. თავის თავზე უნდა ავიღოთ, რომ ჩვენ მივაწოდოთ გლეხებს და შევქმნათ ამის ყველა პირობა. შხამქიმიკატები, რაც ესე აუცილებელია და რომელიც ხის შემთხვევაში ისეთი შემოდის უხარისხო, რომ არც მოქმედებს დღეს მიწაზე, ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ, სახელმწიფომ უნდა აიღოს ამის უზრუნველყოფა გლეხებისთვის. რაც შეეხება თვითონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა უნდა ვიყიდოთ, მაგრამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს გლეხისთვის, იმის დაქირავება უნდა შეეძლოს მას. სწორედ ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და ამას განვახორციელებთ უკვე ხელისუფლებაში, რომ 5 ჯერ მინიმუმ გოს სოფლის მეურნეობისთვის ბიუჯეტიდან ფული. ანუ დღეს დაახლოებით 64 მილიონი აქვს გამოყოფილი სააკაშვილის ხელისუფლებას. სხვათა შორის 150 მილიონი რო ახსენა პარლამენტში გამოსვლისას, ეს არ შეიძლება სიმართლეს. 64 მილიონია დაახლოებით გამოყოფილი. ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ 300 მილიონი უნდა გამოიყოს პირველივე წელს სოფლის მეურნეობისთვის. უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. ამ ფონდში არა მხოლოდ ბიუჯეტი ჩადებს ფულს. მე მქონდა ძალიან დიდ საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრა, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. ისინი მზად არიან ჩვენ თუ ქართველები წარვადგენთ სწორ სტრატეგიას, იქაც დონორებმა ჩადონ ფული. ანუ ჩვენ ვარაუდობთ, რომ პირველივე წლის შემდეგ დაახლოებით მილიარდამდე გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო ფონდში თანხა. ეს მისცემს გლეხებს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, შეღავათიანი საფინანსო მხარდაჭერა მიიღოს ხელისუფლების მხარდაჭერით. ეს მისცემს საშუალებას თითოეულ გლეხს გააერთიანოს თავისი შესაძლებლობა მიწები თავის მეგობართან ფერმერული გლეხური მეურნეობების შექმნას და რაც მთავარია, მას ექნება შესაძლებლობა იმისი, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ყველა საშუალება სარიგაციო, სარწყავი და ტექნიკით უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია 55%-მდე მოსახლეობა, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში, დაიწყებს ნელ-ნელა სიმდიდრის დაგროვებას. კეთილდღეობა ნელ-ნელა შემოვა სოფელში. არ უნდა იყოს მხოლოდ დედაქალაქში რაღაც სამსახურები ხელმისაწვდომი, არ უნდა იყოს მხოლოდ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი დედაქალაქში და არ უნდა რეგიონი არ უნდა იყოს ამ მხრივ დაჩაგრული. ეს ყველაფერი მოიტანს და მოიბამს უკვე სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. რა თქმა უნდა, განათლებაში მეტი ფული ჩაიდება, როდესაც გაუჩნდება რეგიონში მოქალაქეს ფული. რა თქმა უნდა, მეტი მოთხოვნილება იქნება უფრო კვალიფიციურ საგანმანათლებლო სისტემაზე, უფრო უკეთესი მასწავლებლები გვეყოლება. ჯანდაცვის მომსახურეობა გაიზრდება, იმიტომ რომ უკვე ფული ექნება გლეხს რო და რეგიონში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეს გადაიხადოს. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ვაპირებთ ესეთი ხელშეწყობა მივაწოდოთ ჩვენს გლეხებს. ეხლა რაც შეეხება რამდენად დაცული უნდა იყოს საკუთარი ბაზარი. ზოგი იძახის, რომ როგორ შეიძლება სხვა პროდუქციას ხელი შეუშალოთ, უნდა გავაღოთ საზღვრები. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოში იზოლაციაში ვერ მოიქცევ თავს. მაგრამ, როდესაც შენი პროდუქცია უფრო ხარისხიანია, როდესაც შენი გლეხი იქნება დასაქმებული და ამას შეუწყობ ხელს, რომ ამ პროდუქცია აწარმოოს, დამერწმუნეთ, ჩვენ პროდუქციაზე გაიზრდება შიგნით, ბაზრის შიგნით მოთხოვნა. თქვენი ვაშლი გაიყიდება და არა სომხეთიდან შემოტანილი. თუმცა სომხების წინააღმდეგი არაფერი არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა საკუთარი ინტერესები დავიცვათ და ჩვენ გვინდა ჩვენი გლეხი იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად საჭიროდ მიგვაჩნია ორიენტირებული ვიყოთ შიდა ბაზრის ათვისებაზე, მაგრამ ასევე დავიბრუნოთ ჩვენი ტრადიციული ბაზრები. რუსეთში ეს იყო ძალიან დიდი ბაზარი, რომელიც საქართველოს დაკარგა ამ ომის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ დავიწყოთ ნორმალური დიალოგი ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთთან და ეს ბაზრები ტრადიციული დავიბრუნოთ. ამისთვის საჭირო იქნება ბუნებრივია ძალიან გონივრული, მომზადებული და კონკრეტული მოლაპარაკების დაწყება რუსეთის ფედერაციასთან. ეხლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მოლაპარაკებები სწორედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანების. ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთადერთი ბერკეტი დაგვჭა დღეს გამოსაყენებლად რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე, რომ მივახციოთ ჩვენი ინტერესების დაცვას. ამიტომ ეს ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული და ჩვენ აუცილებლად უნდა დავებრუნოთ ჩვენი ტრადიციული ბაზარი. ამას სჭირდება ისიც, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, რომ გადამამუშავებელი მეურნეობაც
და ინფრასტრუქტურას გაჩნდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. თუ კი პრიორიტეტი არ გახდა სოფლის მეურნეობა სახელმწიფოსთვის და ნება არ იქნა პოლიტიკური, რომ ეს მხარდაჭერა იყოს და არა 1%-ს ყოფთე შენი ბიუჯეტიდან, არამედ ყოფთენ 300 მილიონს და უფრო მეც, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია გლეხები მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან, ახალგაზრდობისგან იცლება მთელი რიგი სოფლები, მე სადაც ვიყავი პრაქტიკულად ახალგაზრდები იქ ძალიან ცოტა იყვნენ, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს სად იპოვოს და სად წავიდეს საშოვარზე. თურქეთი, საბერძნეთი სავსეა ქართველი ახალგაზრდებით და იქ რაღაც წვალობენ რომ 2 კაპიკი იშოვონ და შემდეგ ოჯახს გვერდში დაუდგნენ. რატო უნდა მიდიოდეს ჩვენი მოსახლეობა სოფლის მეურნეობის დარგში სამუშაოდ სხვაგან? აი ამის შეცვლა იქნება აუცილებელი და რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ ჩვენი შეთავაზება კიდევ ერთხელ უკეთესად გავაცნოთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და მათგან კიდევ ერთხელ მივიღოთ შენიშვნები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დიალოგი ხალხთან. ჩვენ დიქტატით მართვას როგორც მართავს სააკაშვილი არ ვაპირებთ. ჩვენ გვინდა რომ ეს უნდა იყოს მუდმივი ორმხრივი შრომა, ორმხრივი დიალოგი, რაც გამოიღებს შედეგს. მიწასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს მოსაზრებები. გაიზარდა მიწაზე გადასახადი იცით თქვენ დაახლოებით 50-100 ლარი გახდა ჰექტარზე 2011 წლიდან. ეს კიდევ უფრო